მოგესალმებით, ჩვენ ახლა უკვე ვიმყოფებით სენტიაკობსის დარბაზში, რომელიც 15,000 მაყურებელს ელოდება დღეს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ამისთვის მარიამი და ერისიონის მოცეკვავეები და მთელი შემადგენლობა საქართველოს დელეგაციის ემზადებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ისინი უკვე ბაზალში ერთ კვირაზე მეტია იმყოფებიან, გადიოდნენ რეპეტიციებს. და ახლა დადგა ის გადამწყვეტი დღე, ჩვენ უკვე დილიდან აქ ვართ დარბაზში და დღეს საღამოს ქართველი მაყურებელი ნახავს მეორე ნახევარფინალურ ტურს, სადაც მარიამი მე-10 ნომრად იმღერებს. მარიამი და ჩვენი არაჩვეულებრივი მოცეკვავეები ახლა იმყოფებიან ჩემთან ერთად და ჩვენ შეკითხვებს უპასუხებენ. მარიამ, მე ვნახე რეპეტიცია, შენ არაჩვეულებრივი იყავი მართლა და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ასე იქნება. შენ როგორი ემოციები გქონდა? ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამ ხელა მაყურებლის და ამ ხელა დარბაზის წინაშე მიწევს სიმღერა და ჩემი ქვეყნის წარდგენა და ძალიან ბედნიერი ვარ და მგონია რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. თქვენ როგორ გრძნობთ თავს და როგორი არის ამ ხელა სცენაზე გამოსვლა 15,000 მაყურებლის წინაშე? მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს არის ის მნიშვნელოვანი დღე, რომელიცაც ეს ერთი კვირა ძალიან მე ვიშრომეთ. ერთი კვირა არა, უფრო მეტი. უფრო მეტიც, კი. ყველანი ძალიან კარგი ემოციებით ვართ ამოხული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ ფინალში გადასვლა და შემდეგ გამარჯვება რა თქმა უნდა. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს და არაჩვეულებრივ მარიამს ასე ვთქვათ უმშვენებთ გვერდს და როგორ ემზადებით დღევანდელი დღისთვის? პირველ რიგში ემოციებით ვართ ახსოვსე, რადგან ევროვიზიის ამ ხელა სცენაზე გვიწევს საქართველოს წარდგენა. წარმატებებს უსურვებ პირველ რიგში მარიამს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის და გავაკეთებთ, რომ ფინალში გადავიდეთ. რა არის თქვენთვის მთავარი, რაც დაგამახსოვრდებათ ამ დღეებიდან? დღეს ნამდვილად ძალიან დიდი იმედები მაქვს, რომ ნახევარფინალში გადავალთ და ძალიან დიდი დღეა და ფინალისთვის მემზადებით ყველანაირად მაქსიმალურად ვემზადებით და დიდი იმედი მაქვს რომ გადავალთ. დიდი იმედი. აუცილებლად უნდა გადავიდეთ, თუმცა ეს მაყურებელზეა დამოკიდებული და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მაყურებლის მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია. ემიგრანტებო პირველ რიგში მოგიწოდეთ ძალიან გთხოვთ, მოგვეცით ძალიან ბევრი ხმები, იმიტომ რომ ვიმსახურებთ, ბევრი ვიშრომეთ, ბევრი ვიმუშავეთ და თავარია ძალიან ბევრი დადებითი ემოციები ავიღეთ ერთმანეთისგან და ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ მე პირადად და აი ჩემს მეგობრებთან ერთად. მარიამმა და ამ არაჩვეულებრივ მოცეკვავებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარადგინონ ევროვიზიაზე. ახლა კი უკვე ნამდვილად მაყურებელზე არის დამოკიდებული ყველაფერი. ამათი მხრიდან მეც გეუბნებით, რომ ყველაფერი დღეს იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ვუყურეთ რეპეტიციას და ძალიან მოხიბლულები ვართ იმით, რაც ვნახეთ და ძალიან გთხოვთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ყველას, რომ უყუროთ დღეს ადგილობრივი დროით, ევროპის დროით 23 საათზე ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურს და მითითებულ ნომერზე მარიამს და ერისიონს დაუჭიროთ მხარი. თითოეული ზარი და თითოეული მესიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი მარიამისთვის და პირველ რიგში საქართველოსთვის. ძალიან დიდი მადლობა.